მიყვარხარ. მეცდე. ოჩაღი მყავს. მე ვარ თინა გონაშვილი და ვარ 6 წლის. ნინო ბახტაძე, ვარ თინა გონაშვილის დედა. დავით ჩხაიძე 8 წლის. თეა ჯალაღონია, ვარ დავით ჩხაიძის მშობელი. ხანდახან ძალიან მარუკვებები ჯანსაღად, მაგრამ დედა დილით მიკეთებს ფაფას. ახლა კარგი ჭამელი ვარ, მაგრამ ადრე არ ვიყავი. რას მოამზადებს ჩემთვის? სავარაუდოდ გამიკეთებს, ალბათ ყავას გამიკეთებს და ტოსტს გამიკეთებს. ჩემი აზრით მოამზადებს სალატს. გაამართლებს ჩემს მოლოდინებს და შეეცდება რომ მოამზადოს ჯანსაღი საუზმე. აქ იმიტოდებს ეს პროდუქტები, რომ ჩვენ დედების დღეებზე გავამზადოთ რამე კაი საუზმე. ან რამე საჭმელი. ავიღოთ სალატის ბოთოლი, კვერცხი, კიტრი, პამიდორი, ვაშლი, პორტოხალი, ბულგარული. ეს კვერცხი როგორც მე ვიცი დაკავარჩიოთ ასე. დავიწყოთ. და ახლა ამ მხრიდან ჩავარჯოთ და აი ასეთი გული გამოგვივიდა და ეს ჩვენი ლამაზი გული ჩავდოთ ჯუაში. ავა უყვარს და ჩავხოთ ჭიქაში ყავა. და რას გაუკეთებ დილით რა უყვარს დედას რომ მიირთვას? ყავა. კიდე? ვაშალი უყვარს, კარაქიანი პური უყვარს და მეტი არაფერი. ვაშალს დავჭრი. კარგია. და ჯერ აგიხსნი და მე თვალებზე ხელი აიფარე. კარგი? კარგი. მე მოგემზადე დედობის დღისთვის უმრავლესი საუზმე. თვალებზე ხელი აიფარე. არ გამოიწვიდა. გაახილი? რა ლამაზია თინა, ყოჩაღ. ძალიან საინტერესოა. ეს გული პურისგან გამოუჭრე. შენ გააკეთე? კი. პურისგან გამოუჭრე. ნახე, ხილი და ბოსტნეული და ეს ყავა. თინა. ძალიან მომეწონა თინას მომზადებული საუზმე. ნამდვილად ველოდი და ვფიქრობდი, რომ ზუსტად ესეთ ჯანსაღ საუზმეს მოამზადებდა და ძალიან დიდი მადლობა თინა. არაფერს. რომაკაირამი მადლობა. შენ გააკეთე? ხო. ყოჩახ, მადლობა დიდი, რა იცოდი რომ მიყვარდა. რომ მეტნაკლებად აი ფუნთუშას არ ველოდე. დანარჩენს ყველაფერს ველოდე. ყოჩახ. კარგად მიცნობს ჩემი შვილი. გილოცავ დედის დღეს. გული ხარდე? მიყვარხარ. გილოცავ დედების დღეს. დიდი მადლობა თინი. მიყვარხარ. მეცდე.